შოუ-ბიზნესში მომხდარი სიახლეების შესახებ ინფორმაციით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. ნინო ანანიაშვილი თბილისში ჩამოვიდა 22 იანვარს ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლში დონ კიხოტი მთავარ პარტიას შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 აპრილს ნინო ანანიაშვილს ნიუ-იორკში წლის საუკეთესო ბალერინას წოდება მიანიჭეს. მიუხედავად ამისა, ნინო აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაა. სპექტაკლში ნინოს პარტნიორობას დიდი თეატრის სოლისტი სერგეი ფილინი გაუწევს. ჩვენ ამ მშვენიერი წყვილის რეპეტიციას დავესწარით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სპექტაკლს უდირიჟორებს ცნობილი დირიჟორი ფიოდორ სოტნიკოვი. Ну ты встаешь туда, Сереж. Сначала, Синочка, вот я поэтому их попрошу, чтобы сыграть. Сначала эту вариацию сыграть. Мესამე აქტი ანდრე კლასიკა ჩამობძანდეთ სასტრაფო. მესამე აქტი ანდრე ჩამობძანდეთ სასტრაფო. მარიონეტების თეატრში რეზო გაბრიაძის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. ირაში პატარა არის ეს. აი ამ ბაბუას როლაპარაკა, შინასთან როლაპარაკა. და უფრო მიუზიკლოს. ჩვენ ლაპარაკობთ. აღარ ვილაპარაკებ მაშინ. ბატონრეზო. მე უფრო მინდა რომ ბატონრეზოს მიმართოთ. ბატონმა რეზომ გაიგოს თქვენგან, თუნდაც შეკითხვა, თუნდაც მილოცვა, თუნდაც თქვენი აზრი, რა ვიცი. ყველა ადამიანს აქვს საშუალება დაწეროს
ან თუ არ დაწეს ბამბით მაინც გააკეთოს ამას სინამაზე რაღაც ეს ათფობს ქვეყანას ჩვენი ის ქვეყანა რომელსაც ჩვენ ვიყავით იყო მრისხანე და არც იღუნებოდა ბოლოს და არც არაფერი და დაიმსხვა და დაიშვა და კიდე გაიწარდა თქვენ არც გიცნობთ და თქვენი ენით ლაპარაკობთ გადავავლე, როგორ არ გადავავლე და იმიტომ ვიძახი რა, ეს ამონია და ეს ქუთაისური და აი ესეთიო გოჭი მაქვს ბატონო იაკობ გამოსატანი რაბნელები ვარ დვორნიკი ჯიბეში და ნუ აი რაღაცა ის სურეალიზმი რაც იყო და რაც თუ ჭეშმარიტი მხატვარი არ ახარ ვერ აღწერ ესეთ რაღაცას და ეს ენაში ვერ ჩააჯენ და ესე ლაკონიურად და ესე ზუსტად ხატოვნად ვერ გადმოსცემ ესეთ რაღაცას. Лиза. Да мере бачиш. Кай логика. არა, უნდა წაიღოთ მუზეუმში გენაში. აუცილებლად წაიღოთ მუზეუმში. მაგი გაიყიდება უსამაზარ ფასად. თემურ ცხილაძე მოსკოვში აპირებს გამგზავრებას. უფრო დაწვრილებით თავისი გეგმების შესახებ თვითონ მომღერალი ისაუბრებს. იმ ხნის განმავლობაში რაც თბილისში ვიყავით, ორი კლიპი გადავიღეთ ვულევუ და საახალწლო ჯგუფ ფლესთან ერთად და ხდებოდა კიდე ძალიან კაი კონცერტები, ამაში დამეთანხმებიან ყველა ისინი, ვინც მოდიოდა ჩემ კონცერტებზე, ხო? რომელიც აი ჩემმა ძმამ და მეგობარმა ზალიკო ჩიკობავამ დაგეგმა და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ეს პერიოდი ისე უნდა დავუბრუნდე მოსკოვს, სადაც ისევ კონცერტები გველოდება და დაველოდები ისევ ზალიკოს ზარს, თუ რამე საინტერესო კონცერტი დაიგეგმება ეს ჩემ მოსკოვში ყოფნის დროს, მაშინ ჩამოვალ სპეციალურად იმ კონცერტისთვის, მაგრამ ისეთ გეგმებში გვაქვს საგაზაფხულოც რაღაც კაი პროექტი გვაქვს გონი ამაზე ჩემი მეგობარი უფრო კარგად იტყვის გონი. მართლა ძალიან კარგი და საინტერესო პროექტს ვამზადებთ. აი იმ პერიოდში რაც თემო იქნება მოსკოვში, ანუ იქ დამზადდება ეს პროექტი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი იდეა და აი გაზაფხულზე შემდეგ უკვე ფართო ძალიან დიდ მსმენელს ექნება საშუალება რომ მოისმინოს აი ეს ძალიან კარგი პროექტი. თბილისში რა თქმა უნდა. თბილისში ნახოს. გაზაფხულზე, არც ისე მალე, მაგრამ ალბათ მალე. კლუბ კოტონში პატარა ბრეიკერების დისკოტეკა მოეწყო. ჩვენ ჯერ დავიწყეთ ცალკე, მერე ყველა შევგროვდით flying style-თან, ჩვენ მასწავლებლებთან. იქ გავიცანით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ვიყავთ ჯგუფი. One shot. One opportunity. ადრეც მიგვიღია სხვადასხვა დისკოტეკებზე და ეხლაც აქაც ჩავალები როგორც დისკოტეკა და კონკურსზე კიდე შეჯიბრზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი ავიღეთ. პირველი ადგილი. საქართველოში მიახლოებით 300 კაცი იქნება ბრეიქელები საერთოდ ვინც ეკავს საერთოდ ნუ ძირითადად ეს flying style-დან მოდის ეს ყველაფერი და flying style-მა ასწავლა თითქმის ყველას But he keeps on forgetting what he wrote down. The whole crowd goes so loud. He opens his mouth, but the words won't come.
იდეა ესეთი ტიპის გამოფენის შესახებ გაჩნდა 1999 წლის ბოლოს. მე და გალერისტი მანანავ საუბრობდით თუ როგორი გამოფენა შეიძლება გაკეთდეს ახალი საუკუნისთვის, რომ ეს იყოს ორიგინალური. და ჩვენ ესეთი ფორმა მოვიფიქრეთ. იდეა ჩემი იყო და მანანამ სიხარულით ამიბა მხარი, რომ გავაკეთებია დაჯექის ფორმით. ეს ახალი არ არის საერთოდ არც სივრცისთვის, იმიტომ რომ კაფე სალონები საუკუნის დასაწყისში თბილისშიც არსებობდა და ევროპაშიც. და ეს გამეორებაა პრინციპში მისი, ოღონდ როცა ეს გალერეის სივრცეში ხდება და ეს არ ხდება კაფეში, ეს უკვე აქცია. ყოველ წელიწადს არის ახალი ნამუშევრები. ანუ მხატვრისგან ეს არის როგორც ანგარიში მთელი დაჯექიდან დაჯექიმდე. სპეციალურად კეთდება ახალი ნამუშევრები. Danti, სამების ეპოქას. ეს მაგია. ნახმარი სიტყვები ხებოდან ამამდე საწოლის სიმღერა მილიარდ ფეშაკებს გადაწყვას პირდები. ვისია ხელები ვარსკვლავებს იტყვიან. საწოლის არქივებს ვაბრუნებ ფეხებით ეს რაღაც მისავენ ეს რაღაც გარდაბა. უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნინ და მე კი ვიპოვე. გიმეორებ რომ კარგადა ვარ. ენისელი ვარ კაციტელი და კარდენახი. ყურძნის წევრი ვარ საწყალხეში გამოწყდეული. კარგად შემხედე. შენ კი არა მე ვარ ვენახი. ცოტა ხნის წინ მე დავწერე ლექსი, რომელიც ოლეგ ტიმჩენკოს უძღვენი. და აი ახლა ოლეგს მოვკიდებ ხელს და ისე დაგიკითხავთ აი ამ ლექსს, რომელსაც ჰქვია სამყაროს კოლეგა. ბრავო,